ქალბატონო იზა, ვიზიარებდა ვტირი თქვენი დაკარგული შვილის გამო. მე მესმის თქვენი და არც არაფერი მწყინს. დასამალი არაფერი მაქვს და ბოლომდე ვიქნები თქვენს გვერდით და სიმართლეს ვიტყვი ყველგან, ამაზე არიდარდოთ. ეს წერილი დიმიტრი ქვაჭრელიშვილს ეკუთვნის, რომელიც მან ნიკო კვარაცხელიას დედას სასჯელ აღსრულებიდან გამოუგზავნა. დიმიტრი ქვაჭრელიშვილი სწორედ ის პოლიციელია, რომელმაც პირველი გამოკითხა ნიკო კვარაცხელიას მკვლელები, ალეკო ჭელიძე და გიორგი კაველაძე. ყოფილი პოლიციის უფროსი მზადაა ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სიმართლის დადგენისთვის მხარში დაუდგეს და საქმის ყველა დეტალი გაასაჯაროვოს. სწორედ ამ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დღეს ის გამომძიებლებმა რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს. მადლობა ყველას, გრძნობ თქვენს თანადგომასა და სიმართლის მხარეს ერთად ყოფნას. კიდევ ერთხელ საჯაროდ კვარაცხელიების ოჯახს ვუდასტურებ ჩემს სრულ მხარდაჭერას სიმართლის პოვნის გზაზე. ყველამ უნდა ვიპოვოთ სამართალი ადამიანებმა, რომლებიც წლების მანძილზე დაგვაზიანა კონკრეტულ პირთა ბოროტებამ და გავლენებმა. ვარ მხნედ ბოლომდე ბრძოლის განწყობაზე და დღეს ვცდილობ ჩემი სიმართლე სააპელაციო სასამართლოს დავუმტკიცო. პოლიციის ყოფილი უფროსი წერილში საქმის დეტალებზეც საუბრობს. ფორმულას ინფორმაციით ნიკო კვარაცხელიას საქმეში მსჯავრდებული პირების გამოკითხვისას, ანუ მაშინ, როდესაც წყნეთის პოლიციაში ალეკო ჭელიძე და გიორგი კაველაძე მიიყვანეს განყოფილებაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ქვალჭრელიშვილი გამოძიებას ინფორმაციას 5 საათის განმავლობაში აწვდიდა. წყნეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა პროკურატურას საქმეზე დაკითხვა მას შემდეგ მოსთხოვა, რაც სახელმწიფო ბრალდებამ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალი კიდევ 3 პირს, ძმებ კაკულიებსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბუსა ჟვანიას წარუდგინა. მესმის რომ დღეს იმ ადამიანების სახელებისა და გვარების ხსენება, რომელიც ჯერ კიდევ არიან მაღალ თანამდებობებზე, არ არის უსაფრთხო, მაგრამ დღეს იმედი მაქვს ხალხის მხარდაჭერის და ობიექტური გამოძიების, რომელიც დაიცავს ყველა ირგვლივ მყოფი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მე ვსაუბრობ ღიად გამოძიებასთან, არაფერი მაქვს დასამალი და ვითხოვ სწრაფ მართლმსაჯულებას, სამართლიანობას და უსაფრთხოებას. რა ვითარებაში და სად დაიგეგმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა და ვინ არიან ის ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, რომლებიც წყნეთის პოლიციაში მკვლელობაში მსჯავრდებული პირების დაკითხვისას იმყოფებოდნენ. ამ დეტალების შესახებ ფლობს დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ინფორმაციას, რაც პროკურატურას ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებაში და ახალი დამნაშავეების გამოვლენაში უნდა დაეხმაროს. დიმიტრი მიაწოდა დაპირებისამებრ ყველა ის ინფორმაცია, რაც იცოდა, ანუ სრულად სახელებისა და გვარების ჩათვლით, იმ ლოკაციების ჩათვლით, რომელიც ასევე მას გაუმხილეს მკვლელებმა, იმ პიროვნებების სახელები და გვარები, რომლებიც ფიგურირებდნენ საქმეში, როგორც ორგანიზატორები, როგორც შუამავალი რგოლი და ასე შემდგომ, მაგრამ რაც ასევე არის მნიშვნელოვანი, აქ საქმე ეხება ასევე მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ მაშინ მაღალ თანამდებობაზე და ნაწილი დღესაც არის და ისინი იყვნენ წყნეთის პოლიციის განყოფილებაში, ისინი გაესაუბრნენ ასევე მკვლელებს. რატომ მალავდა პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას საქმის მტკიცებულებებს და რატომ წარუდგინეს ბრალის სხვა პირებს 5 წლის შემდეგ? ნიკო კვარაცხელიას ოჯახი წლების განმავლობაში სწორედ იმაზე საუბრობდა, რომ საქმის გამოძიება გამიზნულად ჭიანურდებოდა და ამაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებდა. ახლა მთავარი შეკითხვა ისაა, მივა თუ არა ნიკო კვარაცხელიას საქმე ოთარ ფარცხალაძემდე, რომლის გვარიც მის საქმეში წლების განმავლობაში აისმის.